ჰოლივუდი ჩვენგან პედოფილებს აშკარად მალავდა და ჩვენ ყველამ თითქოს ეს ჩვეულებრივად მივიღეთ. და ეხლა როცა ეპსტეინის დოკუმენტების საგა გრძელდება და ხალხი პოლიტიკოსებზეა კონცენტრირებული, მართლა ვფიქრობ, რომ უნდა ვილაპარაკოთ იმ უცნაურ პიროვნებებზე, რომლებიც თითქოს უბრალოდ გაქრნენ საუბრის თემიდან. ჰოლივუდიდან გამოსული ის ცნობილი ადამიანები და ძველი ჩანაწერების გადახედვა, რომლებიც ამ მიმართულებაზე მიგვანიშნებს. დავიწყოთ ერთადერთ ელენ დეჯენერესით, რომელიც ყოველთვის ჰოლივუდის საყვარელი იყო, შოუ, რომელსაც ყველა ვუყურებდით, საუკეთესო შოუმენი. მაგრამ რაც უფრო მეტად უბრუნდები ამ კონტენტს, მით უფრო ხვდები, რომ ეს ძალიან უცნაურად შემაძრწუნებელია. ეხლა მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მიმდევარი, მაგრამ ფაქტია, რომ ელენ დეჯენერესი ამჟამად იტანჯება რაღაც უცნაური დაავადებით, რომელსაც კურუ ქვია და რომელიც სინამდვილეში კანიბალიზმთან არის დაკავშირებული. და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი თითქოს და, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ მას. ღმერთო ჩემო, აი ესე გამოიყურება ელენ დეჯენერესი ახლა, რა საშინელი დაცემა დიდებიდან. მან დატოვა აშესეშუ, რომ თავი დაეღწია დონალდ ტრამპს და ძალიან მოხერხებულად გაჩნდა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ადამიანები მხოლოდ ისლამიზაციის წინააღმდეგ საუბრისთვის ხვდებიან პრობლემებში, მაგრამ პედოფილების წინააღმდეგ კი არა. და ეს ყველაფერი მოხდა დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ეპსტეინის დოკუმენტები გამოქვეყნდა, სადაც ის ისევ თითქოს და ბავშვების ჭამასთან იყო დაკავშირებული. უცნაური ამბებია, ძალიან უცნაური, მაგრამ მინდა გაჩვენოთ ეს ვიდეო რამდენიმე წლის წინანდელი, რადგან გაგიგვირდებათ, როგორ ვერ მივხვდით, რომ ელენი უბრალოდ ძალიან უცნაურია. მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი, მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, მოიწონეთ ეს ვიდეო და გააკეთეთ ის, რაც საჭიროა. ხო მიხვდით, რას გულისხმობ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეხლა უკვე მოძრაობის ნაწილი ხართ. გვიხარია, რომ აქ ხართ. ჩვენს თვალწინ ყოველ ჯერზე. ისინი ყოველ ჯერზე ჩვენს თვალწინ აჩენენ ამას. დაახლოებით 6 წლიდან დავიწყე ყურება, ზოგჯერ უფრო ადრეც. რადგან გამოცდილი თვალი მაქვს, პოტენციალს ხედავ. აი მაგალითად ის გოგო, შეიძლება იფიქრო, რომ შანსი არ აქვს. მე მას სხვანაირად ხედავ. მარტო ხელა ტიპი, სხვებს ეჯავრება, უცნაური კვების ჩვევები. ძალიან ცვალებადი ხასიათი ჰქონდა. ძირითადად მომავალი სუპერმოდელის ყველა გარეგნული ნიშანი. უცნაური კვების ჩვევები ბავშვობაში. იდეალურია. ეს ბავშვი ისე გამოიყურება, თითქოს ანორექსია შეიძლება ჰქონდეს. მოდით მას იმ ინდუსტრიაში მოვამზადებთ, რომელიც სერიოზულ ფიზიკურ ავადმყოფობამდე მიიყვანს, მაგრამ მის ხელს იზეიმებს. ეხლა ჩემი საქმეა, რომ ეს თვისებები განვავითარო და იქნებ გამარჯვებულიც გყავს. როგორ მიდის სკოლაში საქმეები მოგწონს? კარგად, ნიშნები როგორაა? ზუსტად, არა. დანარჩენი ბავშვები რას ფიქრობენ? გონი ხარ უცნაური? კარგია, ეს მართლა კარგია. და იმავსოვრე ერთი რამ, განსხვავებული ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჯადოქარი ხარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდე. კარგი შენიშნა ბავშვო. კარგი, მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ სახელებს. თქვი რომ ინდია მოგწონს, მაგრამ ბიდე არ მოგწონს. ეს ამამია, ეს ფრანგული ტუალეტია. დაფიქრდი ამაზე. ეწევი? უფრო მშიერი. არა, ესე არა. მინდა რომ ეს უფრო მშიმშიერა თქვა, თითქოს ეროტიკული შიმშილია. ეხლა ვერთო ჩემო, მოусმინე ამას. როგორც სექსუალური ტიპი, თითქოს სავსე ვარ სექსუალური ენერგიით და ერთი ნებიან ზერით შემიძლია დაგიმორჩილო. უკეთესია. ეხლა კიდევ ერთხელ, ჰა? ისე სასაცილოა, ხუმრობს, როგორი საშინელია მოდელად ყოფნა, ძალიან სასაცილოა და აუდიტორიაც იცინის. მაგრამ რომელ სამყაროშია ნორმალური შექმნა კონტენტი, რომელიც ობიექტივაციას უკეთებს პატარა ბავშვებს, ესაუბრო ბავშვს სექსუალურ ენერგიაზე. კიდევ ერთხელ, როცა ეს ეკრანისთვისაა, როცა ეს ჰოლივუდისთვისაა, სრულიად ნორმალურია, ვის აინტერესებს. შეიძლება ეს გვადარდებს. შეიძლება ვფიქრობთ, რომ ბავშვები უნდა დავიცვათ. მაგრამ სწორედ ეს ხდება ჰოლივუდში. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ საზღვრები გადასციონ, გააკეთონ ყველაფერი, რაც სწორად მიაჩნიათ და რადგან ეკრანზე ვარსკვლავები არიან, ყველაფერს იოლად გაურბიან. ყველაფრის ირონია ისაა, რომ ეს არ არის ის, რასაც ლამას ჰოლივუდის ვარსკვლავზე ვიფიქრებდით. და კიდევ ერთხელ, ჰოლივუდის მთელი ფასადი სინამდვილეში არაფერია გარდა ფასადისა, მაგრამ ისინი ავრცელებენ საშინლად სახიფათო რიტორიკას. და მათთვის, ვინც არ იცის, თქვენ ძალიან გაგიმართლათ. ეს არის როზი ოდონელი. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ბავშვები ამოიღონ მიზანში და სექსუალური კომენტარები გააკეთონ.
ეს ნორმალურად მიაჩნიათ. შეუძლიათ პოლიტიკოსები წამოიღონ მიზანში და სრულიად შეშლილები და საშინლები იყვნენ ამაში. და მაინც რატომღაც ჩვენ ეს ნორმალურად მივიღეთ. ეს ნორმალური არ არის. და ის ყოველდღიურად უფრო გიждდება, დონალდ ტრამპი. ყოველდღიურად. მან გუშინ სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა, რომ მე ვამბობ სიტყვას dumb, ვიყენებ სიტყვას dumb და dumbში ასო b არის. ბევრმა არ იცის ეს. ბევრმა არ იცის ეს, თუ 7 წლისები არიან. უბრალოდ ვერ ვიტან იმ ფაქტს, რომ არიან ეს ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერს დაუსჯელად გააკეთებენ. თუმცა ამის მიუხედავად სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება რა ხდება და ყოველდღე აკრიტიკებს Ellen DeGeneres. კარგი. მოდით წავიკითხოთ ესენი. ის მოდის თქვენი ბავშვების გადაცემის ხელმეორედ ჩვენებისთვის. კუნძულმა თავისი თქვა. გაღატაკებულო კაცო, მოდი კომენტარებში. კარგი ელენ, ჩვენ ყველამ ვიცით. სად წახვედი ელენ? მის სიმშვიდეში. კარგი, კანიბალო. ვაუ, სოფლიო გაღვიძებულია. დარწმუნებული ვარ, პიცა გენატრება, არა? ხედავთ, ნებამომეცი გამოიცნო. სკარლეტ იოჰანსენი არ არის დაპატიჟებული. ისიც შეჭამე? ელენ მოითმინე. შოუს FO ნაწილი მალე მოვაშენამდე, მაგრამ ყველამ ვიცით რატო გადმოგიყვანა სიაში. რატო გაასმაგეს ის კომენტარებში ცოტა ხნის წინ? დაიცადე, სანამ ელენი გაიგებს, რომ რირი ცუდი სიტყვაა. დაბადების დღის მილოცვებთან ერთად პიცაც შეუკვეთე. არ მიგვირს, რომ ელენი გაიქცა. იცოდა რა ელოდა. იმედი მაქვს, დორისთვის გახმოვანებას გააკეთებენ. რა არის ბავშვის მენიუში? იქნებ ბავშვის ჩაშუშული. მე ვფიქრობ. სად ხარ მკვლელო? ძალიან მამაცი ხარ, რომ აგძელებ პოსტვას. არ შეჭამო ის. საწალი ტვიჩი. სად არის ტვიჩი, როცა გჭირდება? ხომ არ იყო ელს და ლინსის სელებ? პიცის წვეულებები სხვათა შორის ევფემიზმია, რომელიც ეპსტეინის რაღაცებს უკავშირდება. მაგრამ ისევ ეს უცნაურია და ეხლა ის აქვეყნებს ესეთ კონტენტს, თითქოს ცდილობს თავისი და კოცოლდების შესახებ კონტენტით ისევ აქტუალური გახდეს. ეს უბრალოდ ძალიან უცნაურია. მაგრამ მოდი ამაზე უფრო ვილაპარაკოთ. Ricky Gervaisi სკულისებში Graham Norton-ის შოუზე და განიხილავს იმ საღამოს, როცა ოქროს გლობუსები მიწასთან გაასწორა. არანაირი ხუმრობა, არანაირი ფილტრი, უბრალოდ შიშველი სიმართლე. იმ საღამოს მან ჰოლივუდს უბრალოდ ნაპალმი არ დააყარა. მან გასართობი ინდუსტრიის ბინძური გარიგებები გამოავლინა ჯეფრი ეპსტეინთან. საზარელი დანაშაულები, რომლებშიც ისინი ერთად იყვნენ ჩართულნი, გარყვნილება, სისხლი მათ ხელებზე. მაგრამ აი რას ავიარებს ჯერვეი კამერაზე. მან მხოლოდ ზედაპირს შეეხო. მას შეეძლო ბევრად უფრო შორს წასულიყო. ის ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე მეტად იწვალებდნენ თავიანთ ადგილებზე, თომ ჰენქსი, ლეონარდო დიკაპრიო. გერვეი ამბობს, რომ მათი რეაქციები შემთხვევითი არ ყოფილა. მათ ყველაზე მეტი აქვთ დასამალი. თუ გონია, იცი რამდენად ღრმაა ეს ავადმყოფობა, კიდევ ერთხელ დაფიქრდი. ჰოლივუდში ფსკერი არ არსებობს. ჯოჯო ხეთის წრეები უსასრულოა. როგორც კი ვარსკვლავი აკრძალულის გემოსიგემებს, უფრო ბნელი და გარყვნილი მანკიერება ყოველთვის ელოდება. უფრო დამახინჯებული, უფრო ბოროტი, უფრო გაუმაძღარი. ჩვენ გვაქვს კადრები, ჩვენ გვაქვს სიტყვები, პირდაპირ ჯერვაისის პირიდან. თუ თქვენ გეგონათ რომ ის აშკარად არ მოუკლავს თავი, ისევე როგორც ჯეფრი ეპსტეინს არ მოუკლავს თავი. ჩუმად იყავი, ვიცი რომ შენი მეგობარია, მაგრამ არ მაინტერესებს. აქამდე თავად უნდა მოხვიდოდი და საკუთარი თვითფრინავითაც მოხვედი, არა? ასე რომ თუ დღეს საღამოს ჯილდოს მოიგებ, ნუ გამოიყენებ მას პოლიტიკური სიტყვის სათქმელად, კარგი? არ გაქვს უფლება საზოგადოებას რამეზე ლექცია წაუკითხო. რეალურ სამყაროზე არაფერი იცი. თქვენგან უმეტესობამ სკოლაში გრეტა თუნბერგზე ნაკლები დრო გაატარა. ასე რომ თუ მოიგებ, ხომ ასეა? ამოდი, მიიღე შენი პატარა ჯილდო. მადლობა გადაუხადე აგენტს და ღმერთს და წადი. კარგი. ჩვენ გვაქვს შოკის მონგრელი კადრები, სადაც ჯერვეი ამხელს. კარგი. ოსკარების დაჯილდოება გადაიქცა ყველასთვის ღია სადილის წვეულებად. რას ფიქრობ? გამოიცანი რა მოხდა? პიცა მოვიდა. გამარჯობა. ჩამოდი. მოდი. ომიდრის соуსი, გვაქვს ხველი. გვაქვს სხვადასხვა სახეობა. ვინ არის მშიერი? ბრედი, ენჯი, დიახ.
კარგი, როგორ ვიპოვო 1? ხველი, ეს არის ხველი. ეპსტეინის დოკუმენტებში პიცაზე 900-ზე მეტი მითითებაა. მას შემდეგ რაც პიცაგეიტი 2016 წელს აფეთქდა და მათ ფარ დაახადა, მათ შეწყვიტეს კოდური სიტყვის გამოყენება. შემთხვევითობა? არანაირი შანსი. და მაინც ელენი ოსკარის დაჯილდოებაზე კადრში იღიმის, როცა ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ ადამიანებს ხველის პიცას სთავაზობს. და იმ ფაილებში დაფარული ინფორმაციის მიხედვით, ელენ დეჯენერესი ჰოლივუდის ყველაზე აქტიურ კანიბალად არის გამოყვანილი. მაგრამ კანიბალიზმი ერთადერთი სიბილწე არ არის, რომელიც 2026 წელს დღის სინათლეზე გამოდის. გერვაისის თქმით, ნეკროფილია ჰოლივუდის ელიტებში ბოლო დროს გავრცელებულ ახალ ავადმყოფურ გატაცებად იქცა. არ არის გასაკვირი, რომ მან ვერ მოითმინა ამ უჩხულებს. პირდაპირ თვალებში შეეხედა და პირდაპირ ეთერში ნიღბები ჩამოეხია. პირველად რომ გავაკეთე ეს, დაახლოებით 10 წლის წინ, პრესა განსაკუთრებით ამერიკის შოუ-ბიზნესის პრესა ამბობდა, როგორ ბედავს, რატომ ამბობს ასეთ საშინელ რაღაცებს ყველაზე ლამაზ ადამიანებზე. იცი და მე მეხუთედ რო გავაკეთე, უკვე ამბობდნენ, კარგი უთხარი. ჩვენც დავიღალეთ სელებრიტებით. ყავს? ხო, აი ეგ არის ზუსტად. ელენ დეჯენერესი კანიბალია? არ ვიცი. ჭამს თუ აძლევს. ის ეპსტეინის ფაილებში ფიგურირებს. მართლა არ ვიცი. გულწრფელად რო გითხრათ, უბრალოდ არ მაინტერესებს. მაგრამ ის კი მაინტერესებს ესეც, რომ ამ ადამიანებს ასე მაღალ დონეზე აფასებდნენ. და რადგან ასე შეპყრობილები ვიყავით მათით, არც ერთმა ჩვენგანმა ვერ შეამჩნია, რამდენად საშინელი იყო მათი ქცევა. შეიძლება გაკვეთილი ვისწავლეთ. მადლობა, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.